სალამებით მეგობრებო, მოგიყვანეს Mitsubishi Airtrack-ი. საპროექტო მანქანა, მოკლედ, აი ესეთი. რასაც ხედავთ, ეს დეფექტები ახასიათებს. პატარ-პატარა, აი აქ რიშაზე აი ესეთი სეტყვისგან წერტილები აქვს. მოკლედ ამ ყველაფერს ჩვენ დავამუშავებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაცალოთ ძველი საღებავი, იმიტომ რამოდენიმე კარი შეიცვალა, ეს ერთი კარი შეიცვალა, ეს მეორე კარი შეიცვალა, ამ კარსაც როგორც ხედავთ, როგორც ჩანს აქ გაუშურგავზე აქვთ ლაკი დასხმული, რისგანაც ეს არის აფურცქნული. მაგიტომად გვიწევს ამ ყველაფერს მოხსნა, რომ იქიდან გამომდინარე ჩვენ ახალს რაც დავახსოვთ ზემოდან, თქვათ კენჭი რომ მოხდეს ან რაღაც პრობლემა რო ქონდეს იქიდან გამომდინარე, უკვე ამ ფენიდან აღარ მოყვეს. აი ეს პრობლემა, რა პრობლემასაც ვხედავთ ჩვენ ახლა. აი ამ ყველაფერს დამუშავებას დავიწყებ, დამზადებას დავიწყებ, მერე გადავალ ბამპერებზე. ბამპერებამდე ჯერ ამას დავამზადებთ. და მერე ბამპერებსაც რო გადავალ, რა თქმა უნდა, ბამპერის მდგომარეობასაც განახებთ და ნახოთ რა როგორ გამოვა ბამპერს, რაც შეეხება უკანა შუშას და ამეებსაც, აი ეს ყველაფერი დასაშლელად დაიშლება. საქარი მინებიც ამოვა, საქარი მინის ამოღებამდე ამ ყველაფერს დავამუშავებ, ნაკლები ნაგავი და ტვერი შევიდეს სალონში. მერე უკვე რო გავალთ ბოლოში, სულ ყველაფერსაც მოხსნით და გადავალთ შემდეგ ეტაპზე. აქ შემოვიყვანეთ გარაჟი. დავათვალიეროთ ახლა ერთად. აქეთ აკრილო გავაწავე, ეს კარები დავიწყე და გავჩერდი და იქეთ ამ ხარე კრილო მაქვს გატყავებული ბოლომდე. რაც შეეხება მდგომარეობას, ეს მდგომარეობა კარებებსაც, აი ეს დატალღული აქვს. ეს არის ძველი შენაღები. უკანა კარებიც აი ესეთ ვალნებშია, როგორც ხედავთ, აი მდგომარეობა ჩანს კიდევაც აი ესეთ თამაშობს. ქვედა მხარეს რაც ახასიათებს არის ლაითად. ახლა გადავიდეთ უკანა კრილოზე. უკანა კრილოზე აი ესეთ მდგომარეობაშია, აი ბაკის ხუფიც კი, აი ბაკის ხუფსაც კი პრობლემა აქვს, მოკლედ აი ამ ადგილას. Так, ზედა მხარეს სტოიკას რაც შეეხება. Так. აი ესეთი დეფექტები აქვს 1 2. Так, გადავიდეთ უკანა საბარგულზეც ერთი ტოჩკა აკუპოვე. Так, მეორე ტოჩკა აკუპოვე, სავარაუდოდ არის ნასეტყვი 1 2 3. ეს კარებიც ესე ტალღებში აქვს, ეს კარებიც წინა კარებიც. უკანა კრილოც აი ამ ადგილას ესე დეფექტები აქვს, ფაქტიურად კრუგომგე დეფექტები აქვს. მოკლედ ვიზუალი კიდე გათვალიერებინეთ, შევუდგები საქმეს და ეტაპობრივად გადავიღებ, განახებთ. როგორ მივიწერთ ნელა წინ და მე საბოლოო შედეგსაც რა თქმა უნდა გადავიღებ, განახებთ. ჯერ პირველი ეტაპი არის ეს ძველი საღებავი, ყველაფერი მოვაცილოთ, გავასუფთავოთ. სწორედ მარტივად რომ თვითონ ჟეშტიც არ გავაფუჭოთ, არ გადავახუროთ და მე რო დავიწყებ დაგრუნდას, რა თქმა უნდა გადავიღებ, განახებთ რა როგორ გაკეთდება დეტალურად. და მოკლედ მეგობრებო, გავასუფთავეთ აი ეს ხარე, როგორც თქვენ ხედავთ, ყველაფერი გასუფთავებულია. და დაგვრჩა მხოლოდ და ეს ქვედა მხარე, გადაგვრჩა, ამასაც მივყვებით, აქ ქვედა მხარე უკვე რო იყვიან დიდისათი არაფერი არ ჭირს, ძალიან ნაშპაკლი და ასე შემდეგ, მაგ პრობლემა აღარ ახასიათებს. ეს განასწორები კრილო გახსოვთ თქვენ. აქედან მხარეს დეფექტი რა თქმა უნდა სულ ბოლომდე ავიღე. რავი, რაღაც წითელი შპაკლი იყო, არ ვიცი, წითელი აგური იყო ჩამოფხეკილი და ზეწასმული, რა ვიცი, ეს წითელი შპაკლი ფაქტიურად 90-იანებში იყო ხოლმე, რომელსაც უსვირდნენ ხოლმე, წითელი იყო, მაშინ არ იყო ის გრუნტები 3+4 და თუ ის 4+ ადინები არ იყო, მოკლედ და იყო ესეთი წითელი გრუნტი. მოკლედ უკანა საბარგულით აი ესე გავასუფთავეთ, ეხლა დაგვრჩა ჩვენ უკანა საქარი მინების ამოღება და წინა საქარი მინების ამოღება. ჩვენ არ ამოვიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ტვერი და ნაგავით არ შემსებულიყო თვითონ სალონი, უკვე მოუწევს ამოღება, იმიტომ რომ ბორტები ღა დარჩა, აი ეს ბორტები ღა დარჩა გასასუფთავებელი, გასაწმენდი.
რომ საბოლოო შედეგი მივიღოთ. მოკლედ, აქედან მხარეს რაც შეეხება, ყველაზე მძიმე სიტუაცია გვაქვს აი ამ კარებზე, ყველაზე მძიმე სიტუაცია. დანარჩენი ბოლიმენი იდეალურია, კარგია. ამ კარებსაც რაც შეეხება, აქად როგორც ხედავთ, ძველი ნასწორები აქვს. ანალოგიურად აქედან მხარეს, ეთყობა ძველი გასმული იყო აქამდე. ну აქედან მხარე, ქვედან მხარე ხა დაგვრჩა გასასუფთავებელი, როგორც აქეთა ანალოგიურად იქეთა მხარე, ამეებსაც წმინდავთ მაშინკით, აქედან მხარე გაწმენდილია ნიკუშა წმინდავს თავის აპარატით, ევასება ჩემ ვიც მოკლედ, აქედან მხარესაც აი ესე წმინდავს, ეს ავხიკავთ ამას ბოლომდე, დაგვრჩება იქეთა სამი რუჩკა მოკლედ, ეგენიც გასუფთავდება. რა თქმა უნდა, აქედან მხარეც გაასუფთავა ნიკოლოზმა, აი ესე გაასუფთავა, გააკრიალა, რომ კანტები და ღარები იყოს სუფთად, იმიტომ რომ გრუნტის მერე კიდე გრუნტის მერე ეს ღარები ისე შეიმსება, რომ უბრალოდ თელ სილამაზეს დაკარგავს და ეს რო ყველაფერი რო არ მოხდეს, მაგიტომაც თითოეულ დეტალი, თითოეულ ღარი იწმინდება, სუფთავდება, რომ გამოვიდეს ზე იდეალური მაქსიმალურად რა. მოკლედ ამ ეტაპზე ვართ, ფაქტიურად ქვედა მხარე დაგვრჩა და ამ ყველაფერს ჩვენ ჯერ დავგრუნტავთ. დავტოვებთ ერთ რამოდენიმე დროს შრობაზე და მერე უკვე რა თქმა უნდა წავა დამუშავება, კარების დამუშავება, იქეთა კარების დამუშავება და ამ წვრილმანი დეტალების და მე ეს ეტაპობრივად როგორც გავიწევით წინ, გადავიღებთ და შედეგს რა თქმა უნდა განახებთ, საბოლოო შედეგს რას მივიღებთ ჩვენი მანქანისგან. მოკლედ აი ესე მეგობრებო, ამ ეტაპზე ვართ და მივეწევით ნელ-ნელა წინ. ხო ნიკუშ, ხო ეგრეა? Так, მოკლედ მეგობრებო, დავამზადეთ. ამ კროლმაც ცოტა გვაწვალა, მოუწია რამოდენიმეჯერ დაშბაკლა, რომ ფორმები გამოგვეყვანა, თვითონაც ძალიან თხელია, თვითონ ჟეშტი და ამ დროს მუშაობის დროს ცოტა რთულია, ძალიან ძლიერი დაწოლა არ უყვარს, თემიდან ფორმა მე აღარ მოხდება და ვეღარ გამოყავს. და გადავედი შემდეგ კარებს, ეს კარები სუბუქად იყო, ძალიან მძიმე არ იყო ფაქტიურად. ამ ნაჭრებში, ამ დეტალებში ყველაზე იდეალური კარები შეიძლება ითქვას, რომ ეს არის. ამ 2-3 ადგილას დაიშბაკლა, თვითონ თხელი ჟეშტი აქვს. და მაგიტომაც პატარა ადგილებში ჩავარდნილი აქვს, აქ ალბათ სავარაუდოდ რუჩკისგან რო წევს აქედან მაგიტო ჩააგვდა წყობა აქედან მხარე. თორე სერიოზული პრობლემა ამ კარებს არაფერი არ ქონია. ნუ თვითონ მანქანა იყო სუბუქად იყო ნასეტყვი რა, ესე ტოჩკები კი ჩანს, აი 2-3 ადგილას. ნუ ეს ზედა მხარეც გამოვიყვანეთ, ესაც გამოვიყვანეთ ზედა მხარე. ეს არკის ხარეს მოითხოვა, აქაც შავარნელი იყო, აქ ალბათ ის რო ევასებათ ხოლმე, რომ მიეყუდებიან და ტალჩოკით რო გამოდიან წინ, აი მაგ იქიდან გამომდინარე, უზოთ აი ეს პრობლემები გარშემო, რაც ახასიათებს ძირითად ბევრ მანქანას. და გადავედით წინა კარებზე. წინა კარებით ასეთი მდგომარეობა აქვს. აი ესე მაქსიმალურად დავასწორეთ ეს წინა კარები. აი ესე გამოვიდა ეს კარები. აქაც რამოდენიმე პირი მოუწია დაშბაკლა, როგორც ხედავთ, სუებუქსით მაგ დაშბაკლული. მთელი მაგ ძალიან პატარა ადგილებში, სადაც ძალიან დიდი პრობლემა არ ქონდა, ნუ ეს ზედა მხარეები, ნუ რუჩკის მხარეებია ძირითადად რა, ეს ალბათ ზედა მხარე აქვს, სადაც სავარაუდოდ აი პეტლის ადგილი, ძლიერი ადგილი რაცაა მოკაჩა თვითონ და ალბათ მაგიტო ჩააგდო, თორე ზოგადად ზედა მხარეც იდეალური აქვს. ანალოგიურად გადავითა უკანა კარებზე, აი ეს კარები შეიცვალა, მაგრამ ну, იმაზე უკეთესი ვერ დადგა. ну, იმას ასე თუ ისე, რასაც ხედავთ, ну, იმას აჯობა მაინც რა. რამოდენიმეჯერ მოუწია დაშბაკლა ფორმის გამოსაყვანად. ანუ მე თუნ უკან რო გაასწორა შეშდი. შიგნიდან დუღა რომ მოყვება არ იყო აჭრელი და ну, გასწორებული ზემოდან ვნახე, როდი კაი იყო, მაგრამ მუშაობის აღარ მოუყვებოდა და მე რო ვნახე, შიგნით იყო ფენა ჩატანელი, რომელიც მოჭრა მოითხოვა, რომ გასწორებული იყო, რომ მოუჭერეს ჩავარ და მე კიდე დამატებით ებოქსით წაუსეს ამ ადგილას და გამოვიყვანე მოკლედ აი ეს კარებიც. აქ ზედა მხარე ამასანაირი პრობლემა არ აქვს. დანარჩენ კარებთან შედარებით ამის სუფთად არის. ესაც აი ესე გამოვიდა იდეალურად. так, გადავედით შემდეგ კარებზე, ну, საბარგული გავასუფთავე და საბარგულზე 2-3 ადგილას აქ აი ეს წერტილები ნასეტყვისგან აქ ეს წერტილები. დანარჩენ ნიკოლოზ ასუფთავებს. ნიკოლოზ ასუფთავებს მოკლედ გვიმზადებს, ახლა ამ ყველაფერს გადავწვინოთ, შევფუთავთ და დავიწყებთ დაგრუნტას. და მოკლედ აქეთა მხარეს და ესეთი მდგომარეობა აქვს. აი ესეთი მდგომარეობა აქვს აქეთა მხარეს. დატალღული იყო. აქაც ესე დაიმატა, ну ეს როგორც გითხარით, პეტლიდან გამომდინარე აქ, აი ამ პეტლიდან გამომდინარე, აი ეს ჩავარდნები და ეს ტალღები, აქ უკვე რუჩკის პრობლემა აქვს. თვითონ თხელია ეს შეშტი რა, მაგიტო არ უყვარს ხოლმე ბევრი იაპონური მანქანას მიყუდება, რომ მიეყუდებიან ხოლმე და რა ვიცი. და გადავით უკანა კრილოზე, უკანა კრილოზე ესეთი მდგომარეობაში ეს ფორმები ესე გამოვიყვანეთ.
აქ სტოპს ქონდა პრობლემა, ზაზოსში ვერ ჩდებოდა. აქაც გამოვიყვანით შპაკლით, ანალოგიად როგორც იქეთ ამხარეზეს, ანალოგიად აქეთ ამხარეზეს. ცოტა ვიხინდმარდეთ, დავსვით. და აქაც პატარა წერტილები ქონდა, ესენიც მოვაგვარეთ. რაც შეეხება წინაკილოს აქ პატარა ჩარტყმულივით ქონდა, ნუ სავარაუდოდ სეტყვის კვალია. დანარჩენი არის იდეალური. რაც შეეხება კრიშა არის იდეალური. იყო პრობლემები ქონა მცივად გასწორდა, ნუ ეს კაპოტი კი ნახეთ ჩემ მომდენო ვიდეოში მხოლოდ ეს კაპოტი შევღებთ ჩვენ და პოლირებული და რაღაც არ აქვს. ამ კაპოტს მე გადავლაკავთ, იმიტომ რომ გადავწყვიტეთ პრემიუმ ხარისხის, ასე ვთქვათ, ლაქს ვასხავთ, შეეთ UHS ვასხავთ დელტრონის, ანუ ყველაფერი არის PPG მოკლედ, თვითონ გრუნტის ყველაფერი. ეს არის მისი მასალები, ესეთი გრუნტი. ეს მისი გამხსნელი რესტორიტელი ამისი არა, ანუ გრუნტის. ესეც ანალოგიურად დელტრონი. ესეც ანალოგიურად ამ ლაკით არაერთი მანქანა ყავთ შეღებილი, გოლფით ყავს შეღებილი, ეს ანალოგიურ სიტუაციაში რაც ეს მანქანა ყავდა ესე დამზადებული და გადავედით შემდეგზე, ესეც გრუნტია, 4 ერთში. ანალოგიურად PPG-ის ბრენდის თავის წარმომადგენლის, ეს როგორც Lexus და Toyota რა, ეგ თემა აქვთ. საწავით, აი აწერე კიდევაც მოდელი იტალია PPG. ხო, აი ესე თემით აწერია Z. იგივე ბრენდია, უბრალოდ როგორც Toyota უშვებს Lexus ცოტა მოხოდილად, ესე თემაა რა, Quick Lines უსვებს და ნუ PPG ვაშე დონია. ნუ მოკლედ ესე მეგობრებო, ამ ყველაფერს ჩვენ გავასუფთავებთ, მოსკოჩავთ, დავგრუნტავთ. და მე უკვე ეტაპობრივად რა თქმა უნდა რომ დამზადება და დავიწყებ შეღებას, მაგასაც გადავიღებ, განახებთ. ეხლა უბრალოდ ვერ ხერხდება თან გადაღება, თან მუშაობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამუშაოა ყველა დეტალზე და ფაქტიურად ბევრ დეტალს ვერ ვიღებ. ნუ თავარია ეტაპები კი ნახეთ, დაწყება, დამთავრება შპაკლის და ეხლა რა თქმა უნდა გრუნტი წავა და გრუნტზეც კიდე ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ფორმები აი ეს კვეთრი კანტები რაც მოყვება, რაც ალამაზებს თვითონ ფიგურას, თვითონ მანქანას, ესენის ყველაფერი გამოსაყვანი ყავს. ესენი სულ ესე გავასუფთავეთ, გავაგლატკეთ, რომ არანაირი პრობლემა რო არ დაგვიტოვოს და იყოს იდეალური ყველა თითო კავზე. და მოკლედ ესე რა. დანარჩენს კიდე გადავიღებთ და განახებთ, როგორც მივიწევით ნელ-ნელა წინ. აი ესე ჩემი ნიკოლოზე ამზადებს. მოკლედ აი ეს შემეგობრებო. Так, მოკლედ მეგობრებო, გადავით ჰაიტრეკის ბამპერებზე, დავათვალიერთ მისი მდგომარეობა. აქ როგორც ჩანს ძველი ნაკეთებია, იმიტომ რომ გაფერილი აქ ეს ხარე, როგორც ხედავთ, აქაც ანალოგიურად აი. როგორც ჩანს დეფექტები, აი ესეთი პრობლემები აქვს, მოკლედ ასე სერიალად დავათვალიეროთ. აი ეს მდგომარეობა აქვს ბამპერებს. აქაც დავიდეთ უკანა მხარესაც. ნუ უკანა მხარე ბამპერი ბევრად ჯამთელია ვიდრე წინა მხარე რა, ამიტომ ნუ ეს ბამპერი უკანა ბამპერი არ არის შეღებილი. ნუ ყოველ შემთხვევაში რაც ჩანს. ნუ არა შეღებილი. წინა ბამპერი არის ნაღები, როგორც ნახეთ. ეს მისი სპოილერია. სპოილერს დიდი არაფერი არ აჭირს. აი ეს ტუჩია, ცოტა უცნაო, რა თეთრ კარბონის ტუჩია და უაბლიცოკაა და ეს დახეთქილები აქვს. სტრუქტურა კარბონის აქვს. და გადავიდეთ ამ ყველაფერს დამუშავებას, რა თქმა უნდა, რაც ზედმეტი ამ ყველაფერს გავასუფთავებ. დავამზადებ დასაგრუნტად, რა თქმა უნდა, გადავიღებ და განახებთ ამ ყველაფერს. Так, მოკლედ დავიწყეთ ამ ყველაფერს გასუფთავება, განახვანახა თავის ძველი გრაფიკი. ფაქტიურად აქეთ მხარე არის შეღებილი. ეს ქარხნულშენი 1, ეს 2, აი აქ ეს არის 3, ესეც 4. აქეთ მხარე 4 ჯერ აქვს ნახები და აქეთ მხარე შეეხება, მოკლედ აქეთ მხარე ძალიან ბევრი ჯერაა ნახები, როგორც ხედავთ. ფენა როგორც ხედავთ და ქვედა ფენა რომელიღაც გრუნტი ან რაღაც იყო მანამდე დასხმული არ იყო მშრალი და ესე
რომ ვერ მოერია და ვერ გაბერა, ეს უბრალოდ და ის გახსნა და აქედან გამომდინარე ამის გამო, რომ მომავალში ესეთი ჩეპი არ იყოს, მომიწევს ეს სუმთლიანად გასაფრთხოება ამ ყველაფერს. რომ უკვე დარწმუნებული რომ იყო ახლა მომავალში არაფერი არ მოუვა, მაგიტომაც აქ აი ეს ადგილას ესე გამოგერილი რაც ვერ მოერია, რომ უბრალოდ გაეხეთ ქალაქი. ზედაპირი მოსულიყო ზემოთკენ, ეს არის ალბათ იქიდან გამომდინარე წყლითა ნამუშევარი და სინესტიას იქიდან დასცენა, მე ეს ლაკმარო ყველაფერი დასტამპა. მზისგან დააკრომ ზემის თავისი ასე ვთქვათ, ორთქლი ხოსატოთქონა დასულიყო და აწვამას გახეთქა. ესეთი პრობლემა აქვს, რომელიც ესე ფაქტიურად ეს წურება ხამოდა და აქედან გამომდინარე გვიწევს ამ ყველაფერს გასუფთავება რომ გამოვიდეს. იდეალურად მაგიტომ ყველგან ეს ნახეთქები, ესე ეს ნახეთქი თუ აქვს, ხმა ნახეთქი, იმიტომ რომ აი ფენა ჩავედი და ვერ ჩავედი ბოლომდე რა. მოკლედ აი ესეთი მდგომარეობა ეს წინა ბამპერი და უკანა ბამპერი, რამდენად ჩანს უკანა ბამპერს ესეთი პრობლემა არ აქვს და განაკეთებული მხარეა და აი ერთხელ არის შეღებილი ფაქტიურად ეგრეა. აი ეს ხარე კიდე წინა ბამპერი კიდე მოკლედ ასეთი მდგომარეობაში აქვს რა. ძალიან დაღლილი ბამპერია რა ფაქტიურად. ესე გავასუფთავეთ ეს ყველაფერი რაც ზედ ქონდა ფაქტიურად ბამპერს ვაჩუქეთ ახალი სიცოცხლე, იმიტომ რომ აქ წავაწვრილი მაგრამ პატარა დღეს აქ დაიშპაკლება და გამო იდეალური ბამპერი სულ არაფერი არ ჭირდა ესეთი რაც ზედ ქონდა ფაქტიურად მივაკვდი სანამ გავასუფთავ ეს ყველაფერი რა. რავი სახალწლო ნაძვის ხეს რომ მიაყრიან ხოლმე სათამაშოებს, აეგრა იყო ამაზე მიყრული, ოღონდ გრონტი, შპაკლი, რა გავამშრალი საღებავი, ყველაფერი ზედი იყო, მოკლედ არ დაენანათ. მოკლედ ეს ყველაფერი გავასუფთავეთ, გავაკოხტავეთ, გავაიდეალურეთ და ანალოგიურად იმ ბამპერსიც გადავალ უკვე სამუშაოდ. ამასაც აი ესე მიყვები და საბოლოოდ უკვე მე წავა, რა თქმა უნდა, მე უკვე გრონტი წავა და დამზადდება შესაღებად. და მოკლედ რა ხდება ამ აბლიცოყაზე ჩემო მეგობრებო. Короче, მოკლედ ისაა როგორც ხედავთ აი ეს ატეხილი აქვს. ესეთი ატეხილები. აქაც ახასიათებდა ზედა მხარეს, ანალოგიურად აქეთ მხარეს, ეს არის იქიდან გამომდინარე რომ ქვედაფენა არა გაშკურკული, აი როგორც ხედავთ სიპრიალე ქვემოდან ჩანს, ეგრევეა გადასხმული, რის გამოც აი ესეთი პრობლემის წინ დადგა, ამოიყარა ეს ყველაფერი და მოკლედ აი ეს იფსქნება ახალი კარტოფილებით. ძალიან მარტივად, იმიტომ არ აქვს წეპონება, ვერ იჭერს და აი ესე მოკლედ ცურება, აი ეს ლაკი, აი როგორც ხედავთ არ არის გაშკურკული, აი ესე მოყვება ეს ყველაფერი და ქვედან ფენა ჩერდა. ახლა ამაზე მე რომ გადამესხა საღებავი და ლაკი, ანუ აზრი არანაირი არ აქვს, იმიტომ აქ კენჭი მოხდებოდა თუ რა მოხდებოდა, მოკლედ წეპონება რო არ აქვს ერთმანეთში ძალიან მარტივად ატყდება, ძალიან მარტივად გაიფურცლება და აი ესე რა. აქაც ეს რაღაცები ხასიათებს იქიდან გამომდინარე რომ არა დაშკურკული და ახლა მიწევს ფაქტიურად აი ამ 1 2 3 ნუ ზემოდან მეოთხე ფენა იყო მეოთხე ფენის აცლა ერთმანეთში რომ აი ეს ისიც განახებთ მოკლედ აი ამ ფენის აცლა მიწევს რომ ჩავიდე ამ სიპრიალებამდე და ბოლომდე თავსო რომ ესეთი პრობლემა აღარ ქონდეს ამ წინა ცხაურას მოკლედ რა არის ხოლმე ესეთი საქმეები წავნა დავიზაროთ გავასუფთავოთ რომ მომხმარებელი ყოველთვის იყოს მადლობელი და მეორეჯერ რომ მოვიდეს იმის გამო არ მოვიდეს რომ სადღაც ლაკი ატყდა სადღაც რაღაცა ვერ დაშკურკია უბრალოდ იმის გამო მოვიდეს რომ სხვა რაღაცა თუ დაამატა თავის მანქანაზე ბოდიკიტი იქნება თუ რა იქნება რომ ესე გემრიელად მიურგე გემრიელად გააკეთო და ჩააბარე. მოკლედ აი ეს ბამპერებსაც რაც შეეხება გადავიდეთ ბამპერებზე აი ამ ადგილებში დაიმატა აქეთ ამ ხარეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე ამ ბამპერს არანაირი პრობლემა არ აქვს, უბრალოდ ყალიბი რო ისხმევა, თავის დეფექტები ქარხონსაც აქვს, ანალოგიოდ აი ამ ადგილებში, ანუ აი სხაურები რომ მოდის,
იქიდან გამომდინარე აქ თავისნაირი ჩაზნექვა აქვს, რამას ვერაფერს ვერ უზავ, მაგრამ დაუზიანებელი ბამპერია რა. და მაგიტომაც უწევს ხოლმე აი ამ ადგილებში ციგვენად იქაც და იქაც, ანუ ეს მოხრის ადგილი ყალიბში რო ისხმევა, მაგიტომაც მოითხოვა ესეთი მოკლედ შპაკლის დამატება, რომ გადასვლა ქონდეს ბევრად ლამაზი. ანალოგიურად აქეთ ამ ხარეს. და აგრად შეეხება აქეთ ამ ხარესაც, აქეთ ამ ხარე ძველი დაზიანებული იყო, ეთქობა რომ დაარტყეს აქეთ ამ ხარე. აქეთ იყო ოდნავ შებერელი და აქეთ იყო შპაკლით მოიპარე, რომ ეს გასწორებული ყოფილიყო და გამოვერელი არ გამოჩნდეს და ეს ყველაფერი იდეალურად გამოსულიყო. აი ეს კუთხეებშიც ანალოგიურად გასწორდა დაჭდა. ეხლა ამ ყველაფერს ჩვენ გავასუფთავებთ, გავაწყრიალებთ. გავწმინდავთ და ჩვენი ცხაურა რო იქნება მზად, ერთად რა თქმა უნდა დავგრუნტავთ ამ სულ ყველაფერს. ასე რომ ჯერჯერობით მუშაობთ ამ ჩვენ ცხაურაზე. უკვე სამომავლოდ უკვე რაღაც დავიწყებთ აგრუნტვას, აღარ გადავიღებ ამ სულ ყველაფერს, ფაქტიურად ფინიში ეს არის. ნუ აქ კიდე დაიშკურკება, ეს სიბრიალე ადგილები რაცაა დარჩენილი. ცხაურა არ დაგვემართოს მოკლედ ჩვენც. ეს ყველაფერი დაიშკურკება, შეიფუთება, რაც შესაფუთი ადგილები აქვს, სადაც არ უნდა დაისხეს გრუნტი და რა თქმა უნდა დაიგრუნტება ეს ჩვენი ბამპერიც რა მოკლედ აი ესე. მეც აღარც არ გადავიღებ ფაქტიურად და მე გადავალთ მანქანის შეღებაზე, მანქანა გიცით გარეთ ამყავს და მზად არის მანქანაც, დამჩეს ორი ბამპერი, ამ ორ ბამპერსაც დავაბაბანებ, მე გადავალთ შემდეგზე და მე ცოტა გამიგრძელდა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ხშირად ვეღარ ვდე ვიდეოს იქიდან გამომდინარე, რომ საკოლექციო მანქანაც ყავს, აიკარებები მიდევს ეს, ამასაც მე განახევთ, მოკლედ ძალიან უარეს მდგომარეობაში იყო, ამასაც ვიხილავთ ჩემ YouTube გვერდზე. ძალიან მაგარი მანქანა, ძალიან ძველი მანქანა არის, მოკლედ ამისი არაფერი არ შეუება, აი ესაც კი არ ვიცი საიდან გამოიწერეს და ესაც სულ ახალებია, მოკლედ ყველაფერი ახალი დგება, რეზინა ბოლტი ყველაფერი ახალი დგება მანქანაზეც. მოკლედ გადავიდეთ ჩვენ ალტეზაზე, მოკლედ აი ესე, ალტეზა კი აირტრეკზე, მოკლედ აი ესე რა. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ. და გადავედით კარნეზებზე, ცოტა პატარა სურპრიზი გვაქვს, თუნდაც ქარხნული სურპრიზი მოკლედ რო ეთქვი. ეს მდგომარეობა კარნეს როგორც ხედავთ, ასეთ სურავს ტალღები აქვს. ეს ქარხნული ამის ჩვენ ვერაფერს ვერ უზავთ, მაგრამ მაქსიმალურად დავხვეწოთ რა ეს პრობლემა მე ეს გადასვლები არ ქონდეს. ეს გადასვლები აქ იქიდან გამომდინარე, რომ ეს სამაგრები რაც არის ქარხნული, ანუ ჩამოსული ყალიბები რაც აქვს, მაგიტომ იქიდან გამომდინარე აქ ზუსტად აი დატალღული ფორმები რა. მაგრამ უშო სამასაც დავხვეწავთ, ამაზე ბევრად უკეთესად იქნება, ესე რო არ იყვება, ამას დავამუშავებ, სადაც საჭიროა როგორც იქ გადავოს შპაკს, ანალოგიურად აქ გავავსებ შპაკს, ამ ყველაფერს გავასწორებთ. აქ მოკლედ მეგობრებო დავგრუნტეთ, აი ეს მდგომარეობა, ეხლა ყველაფერს ველოდებით რომ გაშრეს, გადავალთ მე იყო საღებავზე, სადაც ზედმეტი მტვერი ამ ყველაფერს გავაცლით. მე ვიღოთ იდეალური შედეგი, ასეთ მდგომარეობა გვაქვს ჯერჯერობით. ეხლა ამ ეტაპზე ვართ, ეს კრილო ყველა გახსოვთ, ნაომარი კრილო. აქეთ აკრილოც ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო, იქეთ აკრილოც, ფაქტიურად ამ ნაჭერებს ყველას ვაჩუქეთ მეორე სიცოცხლე. გამოვა იდეალური, იქეთაც, აქეთაც და რა თქმა უნდა, კარებებიც ელოდება თავის რიგს ელოდება და არის საწყობში. ამას როგორც მორჩებით გავაკდებთ გარეთ. შემოვაგდებთ კარებებს, დავალაგებთ ანალოგიურად გრუნტს დავასხავთ, რომ სხვაობა არ მოგცემს ნაკადში, ანუ შაგრენში, ერთი და იგივე გადასვლა რო ქონდეს კარებიდან კრილოს შორის, რაც გვაქვს მოხსნილი, რაც აქ ეხლა არის იმყოფება შიგნით ჩვენთან, ესეთი მდგომარეობაა ჯერჯერობით. და ვნახოთ საბოლოო შედეგს რას მივიღებთ და განახებთ რა თქმა უნდა მაგ ყველაფერს. რა ეტაპზე ვიქნებით რა, ნუ გადავწყვიტეთ აქ შეღება, ფიქრობდით ღუმელში შეგეხება, მაგრამ ფაქტიურად ესეთი ღუმელი არსად არ არის, ყველგან მოულელი ღუმელებია. არაინ არ მისხეს მოულელი ღუმელი არსებობსო, იშვიათია ძალიან, თუ არ იგი და არაინ არ მოგაქირავებს რა, ეგრეა რა, სანამ ჩვენი შეკვეთილი ჩამოვა, აქ არ ვიყიდეთ, არ დავასახელებთ სად ვიარეთ. აქ არ არის ის, რაც გვჭირდება ჩვენ, მაგიტომ გადავწყვიტეთ შეკვეთა მივეცით, ჩამოგვიახლო მომავალში და რა თქმა უნდა განახებთ ნამდვილი ღუმელი როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა მუშაობდეს და რას უნდა ასრულებდეს რა. დანარჩენი რაც ჩვენთან არის, რაც მე ვიარეთ, საცაკი ვიყავი, მოკლედ, ანუ ის ეფექტი და ის შედეგი არც ერთს არ აქვს, ფაქტიურად მუშაობს როგორც ფენი განახედავთ ღუმელი, მაგრამ არც ერთი თავის ფუნქციას ისე არ ასრულებს, როგორც უნდა ასრულებდეს. მოკლედ, აი ესე შემომეგობრებო. ეხლა ამ ეტაპზე ვართ, მოკლედ და ნელა წინ გავიწევით და განახებთ ამ სულ ყველაფერს რა. აქეცა ესია ჯერჯერობით.
აქ მოკლედ მეგობრებო, გავდივართ უკვე ბოლოში და გავედი დაგჭა ორივე კარნიზი, ბამპერი, უკანა ბამპერი, რა თქმა უნდა. აბლიცოკა ორივე სარკი გავასუფთავეთ, მოკლედ ნიკელებში იყო სანამ გავასუფთავეთ ჩვენი დაგვემართა მოკლედ. და სპოილერიც აქ გვაქვს მოკლედ. ამ სულ ყველაფერს ახლა დავამუშავებ, ანუ ამის გარდა ხა ამაზე მედის წებო, მე ისევ ჩვენი ბუქსტური გრუნტი მედის ამ სულ ყველაფერზე და დიდი პროცესი უწევს შეღებამდე. და შევღებავ რა თქმა უნდა ამ სულ ყველაფერს და მე ერთიანად რა თქმა უნდა მანქანას რო წაიყვანი ბამპერებზე და ჩამოიკიდავს წინა და უკანა, ანუ კარნიზებზე არ ვიცი, სავარაუდოდ კარნიზები მანქანაში და უკვე გავა მანქანა და საბოლოო ვიდეოს რა თქმა უნდა გადავიღებ მანქანაზე, შედეგსაც ერთხელ კიდე დავათვალიერებთ ჩვენ და მოკლედ ესეთი ბედნიერი დასასრული აქვს ჩვენ AirTrack-ს და კიდე ერთ მანქანას მოკლედ ვაჩუქეთ ახალი სიცოცხლე, გავამჯამთელეთ, მოვაწესრიგეთ, მოვაკოხტავეთ და მაგ ყველაფერსაც უკვე დაფინიშებულს გადავიღებ და განახებთ და მაგი დასრულდება ჩვენი AirTrack. მოკლედ მეგობრებო, ვაგზელებთ ჩვენი ალტეზას. მდგომარეობა უკვე ბევრად უკეთესია ჩვენი პაციენტის, ესე რომ ვთქვათ. და გადავიდეთ კარებები ჩამოვკიდეთ, ბევრი ვიწვალ, ბევრი ვიფიქრეთ, 4 კარები ჩამოვკიდა, ბევრად მარტივი არა, როცა თლად სტენდები არ გაქვს მაგდენი, მაგრამ გადაწყვეტილება მშვენიერი იყო. ეს ჩვენი კარებები. ეს კაპოტი, ესეც მეორე კარი. აი ესე ორი კარი აქედან, ორი კარი იქიდან. მოკლედ, აი ესეთი პირამიდა სავით გამოგვივიდა. ყველაფერი დიალორთაა დაბმული, დამაგრებული, შეფუთული, დაგვრჩა გაწმინდა ამ სულ ყველაფრის. და აქ მანქანა ვეღარ გადავიღე, იმიტომ რომ დროში ვიწვებოდით, მალე გვინდა შევღებოთ, სანამ მოსაღამოვდება ღამე მე ძალიან ცივა. მელი ხარა გვაქვს ხელნაწყობი, სუშილკა, ასე რომ ვთქვათ. და ამ სულ ყველაფერს თავის დროზე უნდა კეთება, რომ ყველაფერი გამოვიდეს ხუთიანზე. მოკლედ კაპოტი იქ გვაქვს, კარებები აქ გვაქვს. ერთი პლიტა აქედან ურტყავს, გამოთხოველი, მეორე გამოთხოველი აქედან კუთხიდან ურტყავს, მესამე და მეოთხე აქედან ურტყავს და პლუს კიდე ამას დამატებით ფენი გვაქვს. აი აქედან გამწოვიდან რო უბერაოს, აი აქედან ჩუმად დამალული, ესაც აქედან ურტყავს თბილ ჰაერს და ფაქტიურად ტემპერატურა ადის. სასურველ გრადუსამდე ადის, ეხლა ხანს გავახურე, 17 გრადუსია, 25 გრადუსამდე ადის, უკვე ეს ყველაფერი აღარ არის ჩართული გამწოვით. 30 გრადუსამდე ჯერჯერობით აღწევს, მე რო აცივდება, სავარაუდოდ ალბათ ჩამოვა 23-20 გრადუსაზე ქვემოთ არ მგონია ჩამოვიდეს ეს ყველაფერი. მანქანას ახლა უცებ დაგათვალიერებინებთ, გარეთ ვიყენია მანქანას დაშინ მდგომარეობაში. მოკლედ ეს ჩვენი მანქანა. შავი. ეს გამოვიდა. აი ესე საბარგული დავამაგრეთ ზეთ. აი ესე გამოგვივიდა. მოკლედ, ესაც აქეთ ამხარე. ეს თავის სტოიკები და ესაც კრილო, ეს კრილო ყველა გახსოვთ, მისი მდგომარეობა, ფორმები ყველაფერი გამოვიდა იდეალურად, როგორც არის მეორე მხარეთ. ესაც რიშა, ეს მდგომარეობა ამ ეტაპზე. ეხლა კარებებს დღეს უკვე მივაბაბანებთ. უკვე ცივა რო იტყვიან, მოვიუღრუდა. და ყველაფერს ერთად ვავაწყობთ, მე ერთიან ჯამში გადავიღებ და განახებთ ამ სულ ყველაფერს. როგორი და რანაირი გამოვიდა. მოკლედ აი ესე ჩემო მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, დასრულდა მანქანა, აი ეს გამოგვივიდა. დიალოგი. მდგომარეობა გახსოვთ თითო კარის. აი ეს გამოვიდა, აი ეს კრილოს გახსოვთ მისი მდგომარეობა. კარებიც აი ესე ყველაფერი გამოვიდა იდეალურად. აი ესე და ის კრილო. აი ეს კარები. მეორე კარებიც. ესაც კაპოტი. აქ დაგჭა ბამპერები, ამ ბამპერებსაც შევღებავ, დავამუშავებთ. და ბამპერსაც მიაყენებენ ზე და მანქანას წაიყვანენ ჩვენგან. მოკლედ გავაცოცხლეთ ჩვენი AirTrack-ი. მეორე სიცოცხლე ვაჩუქეთ,
მდგომარეობა ყველას გახსოვს ამ მდგომარეობა ქონდა თითოეულ დეტალს მოკლედ შრომა წვალება მონდომინდობა ჩავდეთ და რავი აი ეს შედეგიც დავდეთ მოკლედ იდეალური გამოვიდა ყველაფერი ფორმები კანტები ყველაფერი გამოვიდა ისეთი გემრიელი როგორც ჩვენ გვინდა მაქსიმალური გამოვიყვანეთ ყველაფრისგან და ჟემკრილოსგან მდგომარეობა გახსოვთ ამ კრილოსიც დასრულებული მეგობრებო როგორც დაგკვირდით ბამპერები ყველაფერი დადგა ზედ აი ეს გამოვიდა იდეალური მდგომარეობა ყველას გახსოვთ თითო კარებზე რა შრომა და წვალება ჩავდეთ თლიანი გული და სული ჩავდე ამანქანაში როა ეს გამოსულიყო ეს იდეალური გამოვიდა და ეს ტიპი გამოვიდა ყველაფერი მაღალი დონის მასალებით გაკეთდა ხა მანქანას აიყვანენ გარეთ ხოვენ კარგად კიდე გაასუფთავებენ და ააწვავენ გემრიელად თავიანთ გემას ეს გამოვიდა მეგობრებო ბევრი წვალების მერე შრომის მერე შედეგიც მივიღეთ ესეც მისი კარნიზებსაც განახებთ ესეც კარნიზები ეს ტონე იდეალური გამოვიდა აი ეს ღირებულება ზოგადად მანქანის ბევრს აინტერესებს როცა კინამდე ჩავდივართ არა კინამდე ჯდება 6-მდე, როცა კინამდე ჩავდივარ და ყველაფერს ვიღებ და ვასუფთავებ 10-დან ზემოთ ჯდება ესეთი კაპიტალგაჩევა მეგობრებო რა. კაი ხარისხიანი მასალით, რომ კაი შედეგი მივიღოთ. რომ მე პოლირებას არ დავაბრალოთ, შეწოვა გამოწოვას არ დავაბრალოთ, და სხვა დეფექტებს არ დავაბრალოთ, მოკლედ. კიდე წინ ყავს ესეთი გასაკეთებელი მანქანები, როგორც ხედავთ 1, 2 და აი კიდე მესამე. აი ეს ჩემი მეგობრებო ესეც მოეწონა ჩემი YouTube არხი და ლაიქით გამოიწერეთ და მომავალ შეხვედრამდე